ძალიან ცოტა ვიცი, კარგი დეველოპერი. ნებისმიერი ადამიანი, ვინც არ ვიცი, რაღაც ერთი მიწა ნახა და რაღაც არ ვიცი, ყველას გონია, რომ აი შორიდან რო უყურებენ, ყველას გონია, რომ ძალიან მარტივი არის აშენება. რა ვიცი, ყველაფერი ჯდება ძალიან იაფი, იყიდება ძვირად, იქ შუაში რაღაც ხარჯები რო არის პროექტირების თუ რაღაც 1000 ხარჯი, რომელიც იმას საერთოდ არ უყურებენ და ესე პირდაპირ მოკიდემ ახალს და იწყებენ დეველოპმენტს და იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბევრი კომპანია და მართლა ძალიან ბევრი ხმაურია, ძალიან ცოტა არის მართლა კარგი დეველოპერი, ვისაც ყავს კვალიფიციური კადრები, ვისაც ყავს ისეთი ხალხი, რომელიც სწორად გეგმავს, სწორად ასრულებს, ხარისხიანად აშენებს, ვადებში აშენებს. ანუ ბევრი პრობლემა არის ძალიან ბაზარზე მაგ მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი დეველოპერია. და ესე რომ შეხედოთ, ფასებიც იზრდება და მგონია, რომ ფასების ზრდის ხარჯზე არის, რომ ის არასწორად დათვლილი პროექტები წარმატებლად მაინც მთავრდება და კარგია, რომ ეგრე ხდება, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში დიდი კრიზისი იქნებოდა. შესაბამისად, მე პირადად ძალიან ცოტა ვიცი კარგი დეველოპერი. ამიტომ რას ეძახი კაი დეველოპერს? კარგი დეველოპერს ვეძახი ისეთი დეველოპერს, რომელსაც ყავს ისეთი გუნდი, რომელიც სწორ პროექტირებას აკეთებს, თავის დროზე გეგმავს ყველაფერს. მაგალითად არ ვიცი, ჯერ შენობას აშენებს ზოგი და შემდეგ გაზის მილე მერე გაღავს გარედან შენობაზე. ზოგს ავიწყდება, რომ კანალიზაციაც არის მისაყვანი იქ და მერე ბოლოს რო დამთავრდება და ჩასაბარებელი რო აქვს, მერე ახსენდება, რომ გასაკეთებელია და ეხლა ეს იმის ბრალია, რომ დეველოპმენტს უნდა აკეთებდეს დეველოპერი. შენ რო ხარ, თქვა, არ ვიცი, ექიმი და გააქვს მიწა, არ ნიშნავს, რომ შენ დეველოპმენტი უნდა გააკეთო, შენ უნდა მოძებნო დეველოპერი და იმასთან ერთად გააკეთო. და მაგ შემთხვევაში არ იქნებოდა ესეთი აურზაური, ესეთი ბუმი და რეალურად მე ამას დადებითად არ უყურებ. შეიძლება ხომერი 1 წლის არის და მაგრამ გუნდში წევრები ვინც ყავს, არის 15 წლიანი და 10 წლიანი გამოცდილება აქვს ამ ბიზნესში. და მათ ხელში გაიარა ძალიან ბევრმა ბინამ, ძალიან ბევრმა პროექტმა და არ ვიცი, ალბათ ყველაზე ბევრი დასრულებული და ჩაბარებული და ექსპლუატაციაში შეყვანილი პროექტები ამ გუნდს აქვს, რომელიც დღეს ჩემს გვერდით არის და ეს მაძლევს იმის ძალას, რომ ეს ნაბიჯი გადამედგა.